უფლებები კონკურენციის სააგენტო 8 თვის შედეგებს აჯამებს. იანვრიდან სექტემბრამდე მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ამანათების გვიან მიღება ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნებასთან შექმნილი პრობლემები, დაზიანებული ნივთის დაბრუნება, თანხების ანაზღაურება, მიწოდების ვადების დარღვევა. ძირითადად ონლაინ ვაჭრობის დროს ამ ტიპის დარღვევები ჭარბობს მოქალაქეთა საჩივრებში. განაცხადების ნაწილზე მორიგება შედგა, ნაწილს კი რეაგირება მოჰყვა. სააგენტო მოკვლევის შემდეგ ხარვეზიანი სერვისების გამო ცალკეული კომპანიები დააჯარიმა. 2570 მიმართვა და 828 პოტენციური დარღვევა. მხოლოდ 2025 წლის 8 თვეში. გასულ წელთან შედარებით კონკურენციის სააგენტოს უფლებების დაცვის მოთხოვნით 47%-ით მეტმა მომხმარებელმა მიმართა. საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევებისთვის კი 50 მოვაჭრეს 89 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. 107,742 ლარის ოდენობით. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. გაზრდილი დარღვევების მაჩვენებელიც მიმდინარე წელს დაახლოებით 100,000 ლარზე მეტია და 100-ზე მეტია იმ დამრღვევი მოვაჭრის რაოდენობა, ვინც საბოლოო ჯამში არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, დარღვევა დაუდასტურდა, ქონდა გონივრული ვადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ აღადგინა მომხმარებლის უფლებები. ესენი არიან ძირითადად მცირე კომპანიები, ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში განთავსებული კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ აი მაქსიმალურად მოითხოვონ იდენტიფიცირების პარამეტრები აღნიშნული კომპანიებისგან. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტებს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 79%-ით თბილისი ლიდერობს. შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%-ით, იმერეთი 4%, კახეთის 3%, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები. ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფორმდება პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. ეს არის სააგენტოს, მომხმარებელსა და ბიზნეს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ შესწავლა წყდება, მოვაჭრე იღებს ვალდებულებას, რომ აღადგენს მომხმარებლის უფლებას, აბრუნებს თანხას ან შესაბამისად იმ პრეტენზიას აკმაყოფილებს, რომელიც მომხმარებელს გააჩნია და ცვლის საკუთარ სავაჭრო პოლიტიკას. ეს არის ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი შეთანხმება მომხმარებლისთვის, რადგანაც პირდაპირ სარგებელი აქვს მომხმარებელს ესეთ შემთხვევაში, მაგალითად, გასულ წელს დაახლოებით 1 მილიონამდე თანხა იყო ის მოცულობა, რაც ასეთი შეთანხმების შედეგად მიიღო მომხმარებელმა პირდაპირ წესით. ეს მონაცემები მოულოდნელი არ ყოფილა ელექტრონული კომერციის ასოციაციისთვის, სადაც განმარტავენ, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა ონლაინ პროდუქტების შეძენაზე რეკორდულად იზრდება, რაც თავისთავად დარღვევების რიცხვის მატებაშიც აისახება. ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ ამ მიმართულებით ვითარება უმჯობესდება და საქართველოშიც ეტაპობრივად ხდება როგორც სერვისის დახვეწა, ასევე სადავო საკითხების დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის კომუნიკაციით აღმოფხვრა. ამასთან, ასოციაცია მიესალმება კონკურენციის სააგენტოს ჩართულობას და ამტკიცებს, რომ ეს სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ რაღაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ვითარდებოდა ელექტრონული კომერცია, იყო ის, რომ მომხმარებელს ჰქონდა დაბალი ნდობა ამ ინდუსტრიის მიმართ. ის, რომ მიმართვიანობა იზრდება ერთის მხრივ, იმითაც აიხსნება, რომ ზოგადად მომხმარებლები მეტია ამ ინდუსტრიაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ანუ უფრო მეტ მომხმარებელს ჯერა, რომ რაღაცა სამსახური უზრუნველყოფს სამართლიან რაღაცა თამაშის წესებს ბაზარზე. ეს რა თქმა უნდა დადებითი არის და გრძელვადია პერსპექტივაში დადებით ეფექტს ახდენს ბაზრის განვითარებაზე. და ვფიქრობ, რომ ქართულ შემთხვევაშიც ასე იქნება. 8 თვის მონაცემებით მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 286. ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 262, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 128, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 57, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 28, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 20, ხოლო სხვა დანარჩენზე 47 განაცხადი. ის რაც გვაერთიანებს ქართლის მოქცევის 1000